Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. საღამომშვიდობის დღეს ოთხშაბათია და Prime Show ტრადიციულად იმედის ეთერშია. გადაცემაში დღეს ქალაქის მთავარი ამბების ნამდვილი მცოდნეები, ტაქსის მძღოლები და მათი დაუჯერებელი თავგადასავალი გელოდებათ. ამბობენ, რომ თუ გინდა გაიგო რა ხდება სინამდვილეში ქალაქში, პირველ რიგში ტაქსის მძღოლს უნდა ჰკითხო. უცნაური მგზავრები, დავიწყებული ნივთები, ღამის თავგადასავლები და ის ისტორიები, რომლებსაც ისინი აქამდე მხოლოდ ვიწრო წრეში ან ახლობლებს უყვებოდნენ. დღეს ქალაქის მთავარი მესაიდუმლეები ჩვენთან არიან სტუმრად. ეს ის ადამიანები არიან, ვისის შრომა ძალიან დასაფასებელია. ისევე როგორც ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების და შესაბამისად მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ხართ სტუმრად და ველოდებით საინტერესო ისტორიებს. ირაკლი, შენ თუ გახსენდება რაიმე შენი პირადი მოდი ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი მგზავრობა ტაქსით, რომელიც რაღაცას შეიძლება უკავშირდება. ერთხელ ლეპტოპი დავტოვე, ლეპტოპის ჩანთა ტაქსში და დავიბრუნე, აღარ მახსოვს როგორ მივაგენით, მაგრამ საბედნიეროდ დავიბრუნე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმის ამბავში და არაერთხელ ჩამძინებიან ტაქსში, სხვათა შორის განსაკუთრებით ალბათ რაღაც წვეულებიდან, ან არ ვიცი, თუნდაც სტუდენტობაში კლუბიდან რო გამოდიოდი ხოლმე დილის 5 საათზე. როცა იყო ასეთი დრო, ალბათ ყველაზე ხშირად აი ცოტა ეგ მომენტი მქონდა, რომ აი მაგვიძებ და მოვედით, შეგიძლიათ გადაბრძანდეთ. საკმაოდ რთული, შეიძლება საინტერესო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანებთან უწევთ, ესე ვთქვათ, შეხვედრა, მათთან კომუნიკაცია. რამდენადაც საინტერესო არის, დარწმუნებული ვარ, სტრესული შეიძლება იყოს რაღაც გარკვეულ სიტუაციებში და შრომატევადი. ბათუმში მე და ჩემი მეგობარი ტაქსში ჩავსხედით და რაღაცა შეიმჩნია მძღოლმა რაღაცა გიცანით რაღაცა და ჩამოატარა იქ თავის კოლეგამ მძღოლებთან ნახე ვინ მიზის მანქანაშიო და მე ცოტა ხვიცე ცოტა თავში რო გაგავარდნიმ და გიხარია ერთთან მეორესთან მესამემ ვერ მიცნო და რა ვერიცანი კახუჩელაო და ეს როგორც კახუჩელას ისე დამატარებდა თურმე ჩემ შემთხვევაში ასეთი რაღაცა კონკრეტული მხოლოდ ერთი ისტორია მახსენდება, მაგას მოვყვები, მაგრამ ყოფილა მაგალითად ისეთი ამბავი, რომ აი ცუდ განწყობაზე ყოფილვარ და თქვათ ტაქსში ჩამჯდარ ვარ და მძღოლი პირიქით ისეთი განწყობით დამხვედრია, ერთხელ ესე შოკოლადები შემომთავაზა, რომ უმალვე მეც კარგხასიათზე დავდექი და რაღაცნაირად შემეცვალა შინაგანი განწყობა და ერთი გამახსენე ჩვენ ერთად მივდიოდით სამოგზაუროდ სასრიალოდ სხვა ქვეყანაში და დილას ადრე გამოვედით და ასე მოხდა, რომ აეროპორტის გზაზე იყო რაღაცა ავტოავარია, რაღაც შემთხვევა და მოკლედ იყო დიდი საცობი, გაჭედილობა და ნუ ხა აეროპორტში დააგვიანებ თვითმფრინავზე. ესე იგი Google-ის საძიებო ველში სადაც რუკა არის, ჩავიხედე და რაღაც გზაზე გადაუხვიეთ. არ ვიცი თუ გახსოვს, თან გესაუბრებოდი და მოკლედ ისე დასახლებაში აღმოჩნდით, რომ დავიკარგეთ მე და ჩემი ტაქსის მძღოლი. ნუ გზა კი მიდიოდა, მაგრამ რაღაცა მიდიოდა სულ სხვა მიმართულებით. მთელი ამბავი იყო იმაში, რომ მე ძალიან დავიძაბე, ბოლოს რა თქმა უნდა გამოვედით იქიდან, მაგრამ მთელი ეს დაკარგვის მოგზაურობა უცბად რომ მიხვდა მძღოლი, რომ მე ვღელავდი, თან ურეკავ მეგობარს, ხო, რომ აი მივდივართ, ვაიმე დავიკარგე, მე მგონი ვერ ვასწრებ, რომ მიხვდა თავის თავზე აიღო, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი და უცბად დაიწყო ისეთი სახალისო ისტორიების მოყოლა, რომ ჩემი განწყობა შეიცვალა, უცებ მივხვდი, რომ ამ კაცს უნდა ვენდო, იმიტომ რომ გამიყვარს რა ბოლო-ბოლო სამშვიდობოს და მოკლედ არც დავაგვიანეთ და აქედანაც მადლობა. ჩახვედი საბოლოოდ. სასწრაფოდ ჩავედი. ბოლო ისტორია რაც შემემთხვა, მოკლედ რაღაც არასწორად გამიჩერებია მანქანა და ჩემი შვილიშვილთან ერთად შესული ვიყავი სადაც მაღაზიაში, გამოვიდა წარიტად საათქვე თუ სიტი პარკი თუ რა ქვია, ახლა არ ვიცი და მოვიწყდა.
მოკლედ არ დავხვდა მანქანა ადგილზე და იქვე გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი, არ ვიცოდი გადმოუტანეთ, მიმიყვანა წვიმდა. დამელოდა ბავშვიო ჩემთან დატოვეთო ქალბატონო ნინო რა ვიციო რამე არ მახსოვდა მანქანაში მქონდა ეს ტექსაფუთი თუ სად მქონდა რა და თუ არ მიქნებოდა მანქანაში ჩანთაშიც არ მქონდა და ესე იგი ვერ წამოვიყვანდი მანქანას მოკლედ ესე იგი ბოლომდე სანამ მანქანა არ გამოვიყვანე გარეთ დამელოდა ხომ მშვიდობა მეთქი მშვიდობა შენ გაიხარე მინდოდა ზედმეტი უფრო მეტი ჩაი დამეტოვებია და ცოცხალი თავით არ გამომართო არაო ბავშვთან ერთად იყავითო საკმარისით გადამიხადეთო ესეთ კბილად დამემშვიდობ ერთმანეს და იცი როგორი იმედი იყო გარეთ რომ მეთქი აი მართლა რომ დავჩე აი ბავშვთან რომ გარეთ მელოდებოდა ინა ბარამიცე არის ჩვენი სტუმარი ინა იცი რა სცენაში წერია რომ საქართველოში ტაქსისტი ხალი ჯერ კიდევ იშვიათობაა და მოდი პირველს ამ კითხვას დაგისვავ რომ არის რომ იშვიათობა უკვე იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად უკვე მინახავს ქალაქში ქალბატონები ტაქსის საჭესთან. მე რა დავიწყე მუშაობა მაგ პერიოდში იყო აი მართლა იშვიათობა რა, იმიტომ რომ მე თვითონაც რომ ხვდებოდნენ ტაქსის მძღოლები, აი მოძრაობის დროს რა. ხო, აი მეთქი აი ტაქსის მძღოლია ისიც თქო და აი რაღაცნაირად აი კარგი შეგრძნება მეუფლებოდა. ხო და აი ეხლა უკვე ეგ როდის იყო? სადღაც 4 წლის უკან. 4 წლის უკან. მოდი აი მოგვიყევი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯერ რამდენად რთულია. ანუ არის თუ არა პირობითად რაღაცა სექსისტური გამოვლინებები. როცა ხედავენ რომ ქალბატონთან ჩაჯდა მანქანაში რა რეაქციებია? ძირითადად. თავდაპირველად გამოხატავენ გაკვირვებას ადამიანებს მაგით მაგრამ. მინდა გითხრა რომ ანუ რომ დავიწყე მუშაობა მაგ პერიოდში იყო ის რომ უი არ გელოდი, უი ქალბატონი. არ უხარიათ მე? უფრო გაოცებულები იყვნენ, უფრო უკვირდათ. ანუ მოლოდინში რო არის და უცებ რომ ანუ კალი რომ ანუ მიაკითხავ რა. ხო და ძალიან ისეთი რეაქციები ჰქონდათ ხოლმე და მეც ანუ ძალიან სასაცილო სიტუაცია იქნებოდა იმ მომენტში. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ აი რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა რომელიც აი მთელი ამ 4 წლის განმავლობაში გახსოვთ. ერთი შემთხვევა მახსენდება, არ იყო ქართველი, ქალბატონი ჩამიჯდა და ურეკავს ტელეფონი რა. სავარაუდოდ იყო მესენჯერი. თურქულ ენაზე საუბრობდა რა ეს ქალბატონი. ნუ ასე თუ ისე ენა მესმის. ხო და ურეკავს თავისი შვილი. ნუ დაემშვიდობა, უთხრა როგორ უყვარდა, უთხრა ნუ მოუბოდიშა და აი ამ მესმის ხმა როგორ გაისროლა, ანუ გასროლის ხმა მესმის და აი მოიკლა შვილმა თავი. ტელეფონზე საუბრისას ტელეფონით ესე და რა გააკეთეთ მაგრამ ხმოვანზე ქონდა ჩართული და ელაპარაკე. გოგონა იყო თუ ბიჭი? ბიჭი იყო. რა საქმის დაახლოებით? ეუბნებოდა რომ ბოდიში, ეუბნებოდა რომ მაპატიე, მიყვარხარ, გთხოვარ ინერვიულო და ესე მესმის იარაღის გასროლის ხმა. აი ასე დროს თქვენი მდგომარეობა ძალიან საინტერესოა. ჩემი მდგომარეობა იყო ძალიან შოკური სიტუაცია იყო. არ ველოდებოდი მე ქალბატონი რა დღეს ჩავარდებოდა. მე თვითონაც არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ნუ ეხა ტელეფონზე მგზავრი საუბრობს, ეს ნორმა არის, ჩვეულებრივი სიტუაცია, მაგრამ აი ამას არც მე ველოდებოდი. ამ დროს იყო ჩემი რეაქცია ის რომ დროულად ანუ უსაფრთხოდ გამეჩერებია მანქანა ეს ამ ქალბატონს ნუ გული წაუვიდა ცუდად გახდა მივაქცია ამ ქალბატონს სათანადოდ ყურადღება შეძლების დაგვარად ნუ მე ძალიან ცუდად გახდა და გადაიყვანა სასწრაფო. ასე ეგეთი ისტორია არც მსმენია მართლა ეგეთი რთული. ხო ახლა ამხელა სტრესია ჩვენ როდესაც საუბრობდით რომ სტრესული სამსახურია იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან გიწევთ შეხება ეგ ერთია მაგრამ
ეს ახლა არის რაღაც ეს force majeure-ული სიტუაცია. საშინელება იყო, მე თვითონაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ დამევიწყებია თუნდაც. იმიტომ რამდენად ხშირია, როდესაც ადამიანი ჯდება და უხეშია და თავს იკავებ, რომ წყობიდან არ გამოხვიდე, რახა ნეგატივზე ვსაუბრობ. ძალიან იშვიათია. იშვიათია? იმიტომ რომ მე თვითონ როცა შევხედავ მგზავრს, რომ ანუ ცოტა უხასიათოთ არის, მე თვითონ შევდივარ კომუნიკაციაში. ვაიძულებ, რომ ხან ხასიათზე მოვიდეს, ან ისეთ რაღაცას ვეტყვი, რომ თუნდაც გაიღიმოს. რა კარგია. ეხლა კაი ისტორია მოგვიყევ. კარგი ისტორია ის იყო, სასაცილო, რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ გაშლილი კოლგით რო გიჯდება მგზავრი მანქანაში. გაშლილი კოლგით? ხო, ანუ ცუდი ამინდი იყო, კოლგით იდგა, ბუნებრივია და ესე გაშლილი ჯერ კოლგა შემოსვა და მე თვითონ ჩამიჯდა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარია ასევე ია დათუკაშვილი, რომელსაც იცნობენ კუკუშათი. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან გადაცემაში, საინტერესო თემა გვაქვს და რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ამ პროფესიაში დაგეწყოთ საკუთარი თავი გეპოვათ? ცხოვრება. ხო, ანუ სამსახური ვერ ვიშოვე და ტაქსაობდე. 3 წელი ვიტაქსავე. ძირითადად უფრო ღამის საათებში დავდიოდი ხოლმე. დღისით სხვა სამსახური მქონდა, სხვაგან მუშაობდი. ისე განსხვავდებიან ღამის მგზავრები და კი, ღამის მგზავრები შოკია, რას ლაპარაკობ. აბა მოყევი. ეს ახლა რო ლაპარაკობს ისაუბრე. რას ლაპარაკობ, შენ დაბადებული არ იყავ, მე რო ტაქსაობდე. ხო და ჩემ დროს სხვა ამბები იყო, მაშინ ჩვენ დროს ახლა რომელ წელზე საუბრობთ, ანუ რომელ წელს იყო ეს განსხვავება? 18 წლის უკან. 18 წლის კი, უკან. მოყევი, აბა. ხო, ეს ღამის უფრო კაზინოებთან ვაბირჟავებდი ხოლმე. ეგრე უნდა ვილაპარაკო, რა ვქნა სხვა. არ მინდა ეს პერო ლაპარაკი არ შემიზადა, როგორც ვიცი ისე ვილაპარაკე. კი ბატონო. აი სადღაც ესე ღამის 3 საათია, სადღაც თუ 2 პირველი ზუსტად არ მახსოვს რა. მაინც 18 წელი გავიდა. და ყველაზე მეტად ეგ ისტორია რატო დამახსოვდა, იცით? მაგის მერე დავანებე თავი ტაქსაობას. ეგ იყო ბოლო და ეს დღე დამრჩა რა. ხო და ესე ღამეა და გევარ კაზინოსთან გამოვიდა ტიპი, საცვლით. ეთყობა ყველაფერი წავაგო, მათ შორის ტანსაცველიც, არ ვიცი რა. გამოვიდა შიშველი და იყო გათიშულ მდგომარეობაში. ხო და ჩამიჯდა მანქანაში და სახში წამიყვანეო. ხო და მეუთხარი ვისი მეთქი? და როგორ თუ ვისიო, ჩემი თუ შენი მეუთხარი, ანუ ხა თუ არ მითხარი საწაიყვანო, რა ვიცი მე საწაიყვანო. ჩემიო. და მიმყავს და მე მეუნება ერთი მეგობარი უნდა ავიყვანო. ხო და მარემ გავაყოლოთ. მეგობარი იდგა იქა. რა ვთქვა? ცირკთან. ეხლა ჩაცმულობაზე და ფიზიკურად გარეგნობაზე ეთყობოდა რომ ოჯახიდან გამოსული, კაი გოგო იყო და რაღაცა ოჯახის შვილი. ხო და ჩავისვით ისიც და მიყვავს ეხლა არ სამიდიო რა. სადღაც წავედი, მოკლედ. მიდიო, წინი არეო და გეტყვიო საწავიდეთო. ხო და მივდივარ და თანდათან თენდება უკვე რა და და ამათ მთელი ამბები აქვს უკან, რავი, გაცვალეს პლომბები, იმან, რავი, კუჭის ანალიზი გაუკეთა, ნაღლის ბუშტი შეუმოწმა, არ ვიცი, მთელი ამბები ხდება უკანა სიძენეზე არ ვიყურებ. მაქსიმალურად ვიყურები წინ რა. და სადღაც აი დიღომი რომ თავრდება და იმის იქ თუ ქალაქი აღარ არის და რა ვიცი, ყვავები დაფრინავენ, სადღაც ბუჩქი რო გამოვარდება კიდე ალაგალაგ, აი იქ მივიყვანე. ხო და გადავიდა ეს ტიპი რა, ჩამოვალო. ეს დამიტოვა ძეგლი კიდე. აქა. წავიდა დაიკარგა 1 საათი. მეც რო ეს პატიოსნად ვგევარ და ველოდები, არა უშავს, გათენდა. ხო და 1 საათი რო ველოდე, ბოლოს ავიღე ესა, მივაყუდე იქა და წამოვედი და მეთქი ამის დედა მატირე მეთქი ამის მერე აღარ ვტაქსავ. მანამდეც ქონდა ეგეთი ისტორია, ტიპა სახთან მალოდინა 1-2 საათი. გადაგიხდიო და წავიდა და დაიკარგა, დამეძინა, იქ გამეღვიძა, ბოლოს სამსახურში გავაცილე ის ბიჭი კიდე. ხო და ანუ ცოტა ისეთი თემები მქონდა, მე მაშინ ცოტა სხვა დრო იყო რა, ეხლა კიდე რაღაცა ტელეფონებით იძახებენ და მაშინ სად იყო ეგა, ქუჩაში ვიღაცა ხელს დაგიქნებ და გააჩერებდი, ხამთვრალი მიჯდებოდა, ხო რავი, კიდე უნდა მოყვე. ხშირი იყო ეს შემთხვევები, როდესაც ფულის გადახდის გარეშე აი გაიქცეოდ 6 თვე ენთუზიაზმზე ვიმუშავე, ვაფშე არ მიხდიდნენ, ეგრე მივიყვანდი ლოკაციაზე და მე გარბოდე, თან ისე გარბოდე, გეგონება გავეკიდებოდი. და აი, რა ვიცი, მე მქონდა ეგეთი სიტუაციები რა. მე ქუჩიდან ვიყვანდი, ეს არ მქონდა გამოძახები და ეს ეხლა არის 21 საუკუნე, ეს ბავშვია. ეს ეხლა კიდე კაი ამბავშია და კარგ დროს მოესწრო, თორემ მე კუკუშა საიდან მოდის სახელი?
მე მაქვს ბავშვობიდან ისა ზედმეტ სახელი კუკურა. კახელი ვარ მაინც და იქ რაღაცა ესეთი თიხის თოქები რაღაცა ესეთი კუკური ეძახდნენ და მე მაგას ვერ ვამბობ და ბავშვობიდან შემერქვა კუკურა და მე ისე მოხდა რომ აი სოციალურ ქსელში ცოტა აქტიური ვარ ძალიან ცოტაზე და მან დავიწერე ეგ ზედმეტ სახელი და შეემჭამე ჩემს ახს ერქვა კუკურიო პაპა ჩემს ერქვა მოკვდაო და მეთქი რა შემაღონეს აღარა ვარ კუკურით მეთქი გადავასწორებ და გადავირქვი ესე კუკუშად რა ნიკნეიმი ასე ვთქვათ და ეხლა მეკითხებიან კუკუშა რატო ქვია და ეხლა ვფიქრობ მესამე სახეზე მუშაობ რა დავირქვა ალბათ ხშირია შემთხვევები როდესაც აი მე მოვყევი რომ რაღაც ჩანთა დამრჩა კომპიუტერთან ერთად და ალბათ ხშირად რჩება სხვადასხვა ტიპის ნივთები და აი ყველაზე ესეთი განსაკუთრებული რაც დაგამახსოვრდათ რა დაუტოვებიათ თქვენთან მანქანაში ძაღლი ვაიმე ძაღლი როგორ და რა ვიცი მე ვერაფრით ვერ გავიხსენე ვისი იყო რა უბრალოდ პოლიციელი გავაჩერე და დაუტოვე მეთქი იქნებ შენა ნახო პატრონი მე სად ვეძებოთქო ძაღლი დამიტოვეს ის სახში რომ მივედი მე ვიხდი რომ ძაღლი იყო მანამდე ჩუმად იყო რა ძალიან დიდი მადლობა კუკუშა დიდი მადლობა განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად ბატონი მიშო მეგრელიშვილი უნდა წარმოვადგინო რომელიც ყველაფერთან ერთად გადასარევად მღერის ასევე საკუთარ გიტარას ატარებს თავის მანქანაში და განსაკუთრებულად კარგ გზავრებს საჩუქრად უმღერის კიდეც მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ესე წარგვადგინეთ და ძალიან ბევრი სიმართლე მოვიდა აქ მართალია როგორია რა ვიცი მე ცოტა სხვა რიტუალები მაქვს რა დღებით ყოველდღე რაღაც იქ მოწესრიგდებით და ასე შემდეგ მანქანას მოვაწესრიგებთ აუცილებლად გავდივართ ფლეშკა მანქანაშია გიტარა საბარგულშია ვატყობ მგზავრს ხო ნუ ახლა ყველასთან სიმღერა და განიერი შალა ხო არა დავეთანხმები აგრესიებმა იკლო მას შემდეგ რაც ეს გამოძახებით აპლიკაციების ამბავი შემოვიდა თუმცა მაინც არის რაღაცეები და რა ვიცი მე არ მახსოვს რომ ვინმეს ეთქვას უარი რომ აი პატარა სცენა გვაქვს იქ რა მღერი ვართ ქართველები ვართ ხო ესია და აი ყველას უყვარს ეს სიმღერა რაღაც და ზოგი აყვება მეგობრობ ოჯახები დამიმეგობრდნენ რა ვიცი წერენი ეს რაღაც მთელი ამბავი ამზაფხულს არ ვიცი რა ხელზე გადამიღო გოგონამ ძალიან მაგარი ადამიანი მილიონ ნახევარი ნახვა ქონდა თუ რაღაც და რა ვიცი საიდან მირეკავდნენ ცოტა შემრცხვა რა მეთქი სად ვარ და კომენტარები მთელი ამბავი ავივსეთ კი ბატონო და ჩემთვის მოკლედ რა ვიცი ბედნიერი ვარ ამაყი ვარ როცა ადამიანი ჩადის ჩემი ტაქსიდან და მეუბნება რომ აი რა სამწუხაროა ესე ადრე რომ დამთავრდა ჩვენი მგზავრობა ესე არ მიმგზავრია და ასე შემდეგ რა ვიცი გადავედით სიმღერაზე როდის გემღერებათ, როდის ამღერებათ თქვენ სულს? თუ არ დამოკიდებული მგზავრის ტიპაჟზე? კი. არის და ორივე ვარიანტში. არის რომ აი სარკეში ვხედავ რომ ტუჩები ბუტბუტებს, ანუ აყვა სიმღერას და ვთავაზობ რომ ხომ არ აყვებით ან რაღაც, კი ბატონო, აყვება, მერე უკვე გადავდივართ მინუსებზე. თუ გვაქვს საშუალება და რა. ანუ კარაოკე გაქვთ მანქანაში, გამოდის. კი, მე პროფესიით მუსიკოსი ვარ. და მაქვს ეს ფლეშკაც ყველაფერი რაღაც და მინუსიც პლუსიც ყველაფერი. მე ბავშვობიდან ანრის მეზობლად 164 სკოლაში იყო ანსამბლი ოროველა ხალხურები. ანუ ერთ სკოლაში დავდიოდი? იცით რა, ჩვენ მეოთხე სართულზე ვიყავით, ანსამბლი ოროველა იყო დავით ქავთარაძის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა მას მივესალმები შორიდან, მაგარი ადამიანი. შემდეგ დავამთავრე შოთა მილოროვას საცირკო საესტრადო. ეს ის შემთხვევა რომ მართლა ორი დიპლომი კაცი. მესამე ტაქსის ხო დამემატა. და ხო, სამი მაქვს, კი ბატონო. ხო, მე ვიყავი რა, აი რესტორნებშიც რაღაცა, დღესაც არის რაღაცეები, გამოძახებებით აქეთ-იქით, მაგრამ ცოტა ჯანმრთელობაც არ მაძლევს რაღაც დიდხანს დგომა რა. თან ეტყობა გიყვართ ეს ძღოლობა, საბჯექი წამ. ძღოლობა მიყვარს. ერთ ადგილზე ვერ აი კახელები გვიზიან და ამათ დავესესხები რა, მავთულზე გაბული ძაღლებით ვერა ვარ, უნდა ვიარო.
უნდა ვიარო რა. იყვართ მანქანა, ძრავი. და ახლა მანქანა, ძრავი. ისეთი საინტერესო ადამიანი ხართ, არ არსებობს რომ არ გქონდით რაღაცა საინტერესო ამბავი. და თუ გაქვთ ისეთი რომ აი ცოლისთვისაც რო არ მოგიყოლიათ. არა, გიქნებათ. არა, ეგეთი არ მოგ. არ დავალო, აღიარე. ეთერს გარეთ იყო. ყველანაირი ისტორიაა, წეგან იყო აქ დაძაბებზე არის, მასეთიც არის შარებიც ყოფილა. დაძაბებიც რო არიცი ვინ საიდან რას გიზავს, მაგრამ გამოუნახავ ხოლმე ენას. გველსახრელით ამოიყვანს ენათქმელად მოუბარი. ხო. სახალისოები ძალიან ბევრი მე აი თქვენ ექიმი ბრძანდებით და ნა ოპერაციები ვარ რაღაც და ჩემი რაციონი მაქვს რაღაცები რის მერე წამალი უნდა მივიღო რა ხო და გოგონა ჩამიჯდა და ბურგერებთან შემიჩერეო შეუჩერე გადავიდა რაღაც ბურგერი მოიტანა რა და მეორესაც მიაწოდა ძალიან ხშირია რომ გეპატიჟებიან რას მეერთვეს ამას აღვნიშნავ მართლა ხო რა კარგია კი რას მე ბიჭებიც გოგოებიც ხო და იმ დღეს აღარ მახსოვს რა მქონდა მე სახლიდან წაღებული და დიდად არ მიყვარს, მაგრამ პატარა კეჩუპი მქონდა რა. ანუ როცა გავაჩერებდი მე სადმე, უნდა მიმეღო საკვები და მე წამალი. ერთმანეთს ეუბნებია რომ კეჩუპი აკლიაო. ახლა მოიგეთ. პროსტა იმათ სახეები არ მოვიწდება, ბიჭო, კეჩუპი და ხო არის ეგეთი რაღაცები. მივხმარები ვართ, ბავშვიც მყავს დატოვებული. აი ბანკში შევიდა ქალბატონი თოთო ბავშვი დავიტოვე, დავაძინე, მოვეფერე. ბიჭები მიდიოდნენ საკეიფოთ გიტარით. საჭესთან ქსნის ქუჩაზე რო დავეშვით, მუხლით საჭე მეჭირა, იმიტომ რომ ეჩქარებოდა და აუწყე გიტარა. ხო და იმათი სახეები და აი ვკაიფობ, კაიგაგებით, თქო კაიგაგებით. არა, წარმოვიდგინე. კაიფობ. თუ მღერი ვართ ხო მით უმეტეს ეს საერთოდ საოცრებაა და აი ძალიან მაგარი ბიჭები მხვდებიან, ძალიან მაგარი გოგოები, ახალგაზრდები. ხალხო როგორ მღერიან და აი რა ბედნიერები არიან და მაგით ვარ ბედნიერი რა. ესე იგი მიშო რა შეიძლება სიმღერას აუცილებლად აქში უნდა ვიჯდეთ თუ ჩვენს სტუდიაში შეიძლება რომ სიმღერა მოვისმინოთ. რა თქმა უნდა შეიძლება. მაშინ ეს სცენა თქვენია. რომლის ქულა ძაზე თითლადი არა ზით გაივსო მიწის მწვანე ფიალა გარეთ გამო სიყვარულის დარია ჩაურბინოთ ბაღებს ნიავაქარიანს თორე მიდის დროანცი და თავანება წუთებს ითვლის საცრა ენა აღოლება მიწყალობე სითბო ერთი მისხალი სანუ გეშო თბილი სიტყვა მითხარი დრო მიდის თავდება დღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოკოდება და მერე რა გვეშველება დრო მიდის თავდება დღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოკოდება და მერე რა გვეშველება გული დამწვა შენი ეშხის სინაზე ლოცვად ვიქეც შენი ხატის წინაშე შენთვის მღერი ჩემს სიყვარულს არავმალავ შენსკენ ვიწევ ვიჩუკისკენ ფარავანა ჩქარა მიდის დროანცი და თავანება წუთებს ითვლის საცრა ენა აღოლება მიწყალობე სითბო ერთი მისხალი სანუ გეშო თბილი სიტყვა მითხარი დრო მიდის თავდება დღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოკოდება და მერე რა გვეშველება დრო მიდის თავდება დღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოკოდება და მერე რა გვეშველება მერე რა გვეშველება მერე რა გვეშველება გარიკა ჩემი ბავშვობის ვაკაცია
ჩვენს გვაქვს ერთი სახალისო ისტორია. დაიწყეთ და მე გადავალთ გარიკა. კი ბატონო, აი ანრიმ რაც მოყვარო იქ ბათუმში ვერ მიცნესო რა, გაროჯან ხო არ გეწყინება. ჩემი ძმა ხარ ბიჭო. ერთი დღეც არის და ჩვენი დიდებული ბატონი მერაბ სეფაშვილი გავიხედე წლეზე მივდივარ. და დგას რა მანქანა ყავს გაჩერებული და აშკარად გაფუჭებული ყავს, ანუ ფსიქოლოგია ხვდები რომ კაცს უჭირს. ნუ გავაჩერე ახლა მერაბით ქალბატონი ჯულიეტა მურადელი მისი დედა მე მასწავლი და საესტრადო და მოკლედ ბევრი პატივისცემებიდან გამომდინარე გავაჩერე გადავხდი რამე ხომ არ გიჭირთ მეგობრებთან ერთად არის მერაბი და ბიჭო არ ვიციო რა გაჩერდაო რა მანქანა რაღაც და მეოთხარი მე გიტარაში საბარგული მაქვს თუ გინდა ვიმღეროთ მანქანის არაფერი არ ვიცი მოდი გარიკას დაურეკოთ მეთქი გარიკა ვინ არის მეთქი ახლა მოვა გარიკას ურეკაო გარო მეთქი გადმოდი ერთ კაცს უნდა დავეხმაროთ თან მეთქი აი გესიამონება ისეთი კაცია თქო მინდა აღნიშნო რომ გარიკა არის უღალატო მეგობარი ბავშვები და ძალიან მაგარი ადამიანი მოდის გარიკა მიშო მუთხრა მოდის ზაფხულია შლოპაცები გარიკას გაღეღილი საროჭკა ღიბზე ესე მოაქანავს და აშკარად ხვდები რომ აი პადაზრენიები აქვს რა ის არის არ არის არ ელოდება არელოდება და ცოტა ახლოს რომ მოვიდა და გაუსწორდა ბატონ მერაბს ეს მერაბიც იღივება როგორც ყოველთვის და გარიკამ დაიწყო მოკლედ აქ რა არის ხა სახალისო დაუსვა მანქანას დიაგნოზი ეგრევე მანქანა იქ დავტოვეთ ჩვენ წავიღოთ ხო ვეწახვალო მე გამატანა დავტოვეთ ბატონო მერე ეს ჩემთვის პატივი იყო მეორე დღეა აქ მთელი ამბავი ბიჭები მეძახიან მე უფრო მგონია რომ ჩვენმა ჟულიკებმა მოუგონეს გარიკას იმიტომ რომ ეს არ არსებობს ესე ყოფილიყო მაგრამ სახალისოა ბიჭო ვინ გააცანი გუშინ გარიკასო რა არის მეთქი მთელი დადის უბანში twin-ი შეჭამა ისი გუშინ მიშკა მაჩიკო მეფარიძე გამაცა ხო მაგრა ხო და წეგა გამახსენდა რა და მოდი ახლა გადავიდეთ გარიკა თვითონ მოყვება კაიავებს ეს არაფერს მაგარი გისმენთ ისეთ შესავალი იყო რომ ველოდები თქვენგან მაგარ ამბებს და მაგარ ისტორიებს მე ესეთი ამბავი შემევთქვა ერთხელ ამ ტაქსაობის დროს რომ რავი სულ მახსენდება და სულ ვიხსენებ ხოლმე და ერთი შემთხვევა ისეთი შემთხვევა რომ რამია შუა რამია მოვდივარ და კაცი დგას და ქანაობს მე ეგრევე მივხვდი რომ თვალია ხან რამოდენიმე მანქანამ გაუარა არ გავაჩერე და საით მიბძანდებით მეთქი და დაჯე მიგიყვან თან სახლისკენ კი მივდიოდე და ისეთი მთვრალია რომ ენას ვერ ატრიალებს დააჯ და ბოლო ესე იგი 1-3 საათი მატარა. ხან ერთ სადარბაზოში გამაჩერებინა, ვერ გადმოვდივა რომ გადმომიყვანა, სადღაცას ამიყვანა, შეცდომა იყო ჩამოვიყვანე. ანუ სახლს ვერ აგნებდა? სახლი ვერ იპოვა და მე ტელეფონი დამარეკინა, ქალმა აიღო, ჯერ სხვაგან დამარეკინა. მე ბოლო მივედით იქამდე რომ მეუღლეს დაურეკეთ მეთქი ესე და სადარიო მეთქი მანქანაში ის შენ ვინა ხარ მე ტაქსის ბზგოლი ვარ მე სადახარო მოდივარ მეთქი აი მუხიანში რა უნდა მაგას თემკაზე მოიყვანეო ვიყვანე ნუ ბოლო მიაგნო სახლს მივედით მეწავალო კარები გააგო გადავარდა მოვკიდე ხელი ავიყვანე სართული შეეშალა ბოლო მივედით კარებთან დავაკაკუნე და ქანაობს ეხლა ხელი ვერ გაუშვი და კარები იღება და ხალი დგას მეუღლე შენ ხო გითხარი რო არ დალიო და ეს კაცი დგას ჩემს წინ აი ესე მიჭირავს უკან რო არ წამოვიდეს და მე ვერ ამხედავს ესე იგი ეს კაცი ხო მიალანძღა და მე რო დამინახა შენ ვინ ხარ მეთქი წეგან ხო გითხარით ტაქსის ბზგოლი ვარ მეთქი აგერ მოვიყვანეთ და თქვენი ბარგი ჩაიბარეთ ესე იგი კარები დაიკეტა და იქ ატყდა მთელი ამბავი წამოვედი რა ვაფშე პადარკა გაუკეთე წამოვედი და ეს ხალი მირეკავს ბოდიში თუ რო ესე მოხდო მეთქი ამოდითო და ისაო რამდენიც არისო გადასახ მეთქი არ მინდა მეთქი თქვენ ქვარს მიხედეთ
ეს უკვე მიხედვილი არისო მეორეჯერ ამას აღარ გაიმეორებს. კარი, დიდი მადლობა. კარით მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვყავს სტუმრად ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთი საქმით არიან დაკავებულები, ორივე არიან სამარშრუტო დიდი ტაქსების, ასე ვთქვათ, მძღოლები. ქალბატონი მანანა მოსულიშვილი და ბატონი კარლო ზაუტაშვილი, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ აი ორივე მოახერხეთ და დღეს არ მუშაობთ და ჩვენთან მობრძანდით. ეხლა ალბათ არ არის ხო გასაკვირი ბატონი კარლო, რომ მძღოლია, სამარშრუტო დიდ მანქანას მართავს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობდით გადაცემის დაწყებისას, რომ იშვიათი არის ქალი მძღოლი, მაგრამ ქალი მძღოლი თქვა სუბუქ მანქანას რომ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკას. ხო, უკვე ხშირიაო, მაგრამ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკას, ანუ სამარშრუტო დიდ მანქანას რომ ასეთი არაჩვეულებრივი და გაპრანჭული ქალბატონი გამართავს, ნუ აი ძალიან იშვიათი არის. მოგვიყევით თქვენი ამბავი, რატომ გადაწყვიტეთ თქვენს ქმართან ერთად რომ თქვათ აი ამ პროფესიას ასე თქვათ დაუფლებოდით და ზოგადად როგორია თქვენი ყოველდღიურობა აბსოლუტურად ქალისთვის უჩვეულო საქმეში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აქამდე მომიყვანა დიდი მანქანების სიყვარულმა. ანუ ჩემი პირველი მანქანა იყო Toyota Hilux, კაცებს ტყეში რო დაყავთ. მერე უფრო დიდი ჯიპი მყავდა, მერე Viano. მერე მოკლე მარშრუტკა და მოკლედ არჩევანი მასე გავაჩერე. ანუ მინდოდა რომ ყოლოდა საკუთარი ავტომობილი, რითაც ფულსაც ვიშოვიდი და თან ყველგან რა ბაზარში მინდა თეატრში თუ სადაც, ანუ ჩვეულებრივ გადავაადგილდე. ხო და არა ავტობუსი უფრო მინდოდა სიმართლე რა ვთქვა, მაგრამ ავტობუსით ბაზარში ხო ვერ ვევლი. ერთს ხო და მაგიტო გავჩერდი მარშრუტკაზე. ანუ სახლში ორი სამარშრუტო ტაქსი ყავთ? 4 მარშრუტკა და 1 ავტობუსი. აჰა, პატარა მანქანაც. ხომ ეგრეთ წოდებული მთელი ატეკა. აი რა მარშრუტებზე დადიხართ და თუ ემთხვევათ ხშირად თქვენი მარშრუტები აი ორივესთან შემდეგ მაქვს? თავიდანვე ჩემი არჩევანი გაკეთებული იყო, რომ ტურისტებზე ვმუშაობ, მოკლედ ეს იქ მინდოდა, მაგრამ მე რაღაცა მომინდა ხაზზეც კი, რაიონის ხაზზე ვმუშაობდი ხოლმე, მეხალისებოდა, შარშან უფრო მეხალისებოდა. ოღონდ მხოლოდ ჩემი მეუღლის ხაზზე არა. ხან პანკისის ხაზზე, ხან თელავის. ახლა რასაც ვუსმენ ეს მარტო ასე ვთქვათ ამ საქმის სიყვარული არ არის და მანქანების ეს რაღაცა იდეას ემსახურება. მოსწონს ეს ყველაფერი, ავტომობილისტია, შინაგანად ბიზნესია. ბიზნესი თავისთავად, მაგრამ ნახე რაღაცა თითქოს აი თავდადება აქვს, აი ისეთი განწყობა აქვს, აი ხო? მთელი იდეოლოგია გაქვთ ჩაქსოვილი. ძალიან ბევრი რამ გავაერთიანე ამ ერთ რაღაცაში. ანუ აი მიშამაც რო ახსენა, კი, თავისუფლება, ანუ თავიდან ვფიქრობდი, რომ ქალაქის ავტობუსზეც მემუშავა, მაგრამ არა, იქ უფროსი მეყოლებოდა, იქ რაღაც სხვა რუტინა იყო, დილის 5 საათი რაღაცები უნდა დაეძალებინათ, იქ ვერ ვიქნებოდი ბედნიერი. რაიმე რაღაცები უნდა დაეძალებინათ. ხო, აი უნდა ამდგარიყავი დილით ადრე იძულებით, ხო, აბა სამსახური მოითხოვს. ხო და აქ სრულიად თავისუფალი ვარ. როცა მინდა მაშინ ვიმუშავებ, როცა არ. ეხლა რა მაინტერესებს, დილის საათებში ქმარს აგდებ ხოლმე სახლიდან, როცა 5 საათზეა ასადგომი. აი თვითონ იღვიძებს მე მაქვს ასეთი კითხვა ბატონ კარლო, ეხლა ვუსმენ თქვენს არაჩვეულებრივ მეუღლეს მისი საუბარი და ვიზუალი რასაც ყვება იმას თითქოს არ ემთხვევა და ამითი მითს და სტერეოტიპს თქვენ ანგრევთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მოსაწონია ეს ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ საქართველოში მაინც უფრო კაცების მენტალიტეტისთვის ყველაფერი ხანდახან აი რა უნდა ეხლა ქალ სამარშრუტო ტაქსის მძღოლად შეიძლება იფიქროს ან ავტობუსის მძღოლად. ჩვენი ქათინაურები რომ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ ამ დროს აი როგორი იყო პირველად თქვენი ემოცია, თქვენი ფიქრები, როდესაც თქვენმა მეუღლემ გაგიზიარათ ეს თავისი სურვილი და როგორ მიიღეთ? მე დავდიო კახეთში, ყვალის რაიონში ზოგადად, სამარშრუტო ხაზი მაქვს ყოველდღიური. 20 წელია ვემსახურები ამ ყვალის რაიონს. დიახ. ხო და შემთხვევით რომ მე დრო რო გავიდა, აი როგორ თვითონ წარმოთქვა, მინიველი დავიწყეთ, რაც იყო თავიდან დასაწყისად. მე ბიჭი წამომეზარდა, ბიჭი მიეხმარა, ჩემი ბიჭი მიეხმარა, მე ცოტა გავზარდეთ მარშრუტი
და მე მეუნებოდა რომ მიყიდე მარშრუტკაო რა დიდიო და ჯეწადი პრავა აიღე მეთქი მოუთხარი და წავიდა და 1 საათში აიღო ავტობუსის პრავა D კატეგორია წავიდა იყიდა მარშრუტი თავისი ხელით გააწყო ლამაზად როგორც თვითონ უნდა თუ შეხვედრია წამწამებიანი მარშრუტკა ბულდოგი თეთრი ასეთია თქვენი მანქანა კი და იმის შემდეგ 2-3 წელია უკვე დადის ტურისტებზე, რა ვიცი, საით აღარ დადის. მე არც ვაქცევ ყურადღებას ისე თვითონვე გეგმავენ ყველაფერს უკვე გაიცნო, ყველას იცნობს. თავისუფლად გადაადგილდება, რა ვიცი, არა მაქვს არანაირი პრობლემა ხოლმე. და თქვენც მოგწონთ და ამაყობთ ესეთი მოტორიცოლით. მე ნამდვილად, რა ვიცი და ეხლა მე რა თვითონდი ჩემი შვილებსაც ვასწავლი და ამიტომ ყავს ყველას თავისი მარშრუტკა ყავს და პრივუს ავტობუსი მყავს კიდე რომელიც დიდი ავტობუსი. რამხელა შვილები? 26-25. და როდის ახლა შესახი ამის საერთოდ არ გავხარდა. საინტერესო ისტორიებიც გექნებათ. მოდით მანანათი დავიწყოთ, რადგან წამწამებიანი ბულდოგი სამარშრუტო დიდი მანქანა ყავთ, ხო? მუდმივად არის დადებითი რეაქციები კი. აი ერთ შემთხვევა რომ გავიხსენო, ხაზზე მივდიოდი, ლილოში ამოვიდა 3 კაცი. ახალი წელი იყო. ანუ ახალი წელს ხო არავინ არ მუშაობს, მაგრამ მე ხარ როგორც მოხალისე ხა და ისინი მეცვა წითლები, თავზეც წითელი რაღაც თოვლის ბაბუები მენდგა და 3 კახელი კაცი. თან მინდა რომ წარმოიდგინოთ სერიოზული კაცი. ამდო წამწამებიანი მანქანი თუ არ? წამწამები და შიგნით სალონი გაფორმებული მაქვს მაქმანებით, ბუმბულებით, ბეწვით, პეპლებით, ყვავილებით. აი ძალიან ქალურია რა, მართლა უცხოა. ხო და ჯერ რაღაცა დაბნეულები აი ამოსვლა არ ერქვა ბოდიშამ ამოიზლაზნენ იმიტომ რომ თან ათვარიელებენ თან ვერ გაერკვივნენ ნუ არაფერი ხა აღარ მიმიქცევი ყურადღება დასხდნენ მე ჩასვლისას უკვე თქვეს თავის სათქმელი რომ ესაო დაამლოცეს ისა და მოკლედ ისა საშობა უზღაპარში გვეგონა თავი მართლა გვეგონაო რომ რაღაცა ეს იყო ან რაღაც გადაცემა და რაღაც ხუმრობაო ბატონ კარლო თქვენ შემთხვევაში რაიმე ისეთი ამბები საინტერესო დადებითი უარყოფითი რაღაც ამბავი რა ზოგადად ჩემ შემთხვევაში უფრო მე ხაზზე როცა დავდივარ მით უმეტეს აი თუ ნასვავი მდგომარეობაში თუ ვიღაც ამოვა და მე მიწევს იმის ან ჩაგდება ან გაჩერება და ეგეთი იყო კამათი მაქვს ხოლმე დიდი კახეთში ხლა ზავრებთან ერთად ეხლა ზოგი ამოვა გაუჩიებ შემეწოდება რომ ამოვა მე იქ რაღაცა ცუც სიტყვის მე იქიდან დაიძახებს გაჩედი რა მოგივი და მე ამიტომ ჩედები მე ვეუნებიჯო რა გინდა თუ გინდა იჯექი თუ და ჩაბძანი ზოგის ჩაგდებაც მომიწევს ხოლმე რომ ჩადი რა მომიწევს ხოლმე დიდი ეხლა ეგეთი გატანენ ხოლმე აი უკვე ამდენი წელი რომ ჩემი შილი წაიყვანებ კი ბარგი რამდენიც გინა იმდენი რომ აი ძლივს ვარგებ ხოლმე ხან შემშლია ხოლმე და გამიტანებია სხვისთვის და მე მირბენია წავიდა იმას გამორთ არა ბავშვები ყოფილი ეგენც აი გვერდზე დაისვიო მე ბარგი უცად გვერდზე დაისვიო რა ბავშვიო რომ იქნებ დახვდებიანო და ბევრჯერ წამომიყვანია ხოლმე და წყნარათა ყოფილი ხოლმე ბავშვიც ახლა წარმატებებს გისურვებთ მადლობა ჩვენ გვყავს სტუმარი უკვე ქუთაისიდან ზაზა გოთოშია ძირითადი ხშირი შემთხვევაა ჩემი მაგალითად როდესაც საუბარს შემეკითხებიან ხოლმე ქუთაისურ კილოს რო გაიგობენ არ ვიცი რა იმართებათ არ ვიცი შოკში არიან რაც ნუ რეკავს ხოლმე გზავრი ყოველთვის იუმორით ვიწყებ საუბარს სათხარ მეკითხება სად ვარ და მანქანაში კალბატონო ჩამოვძადი გელოდებით თოვლია მეუბნები და რაღაცა ხალისიან განწყობით იმავშები ზაზა თბილისში ასე ვთქვა ტაქსაო კი თბილისში ვარ ქუთაისში თუ ქონია გამოცდი აი ეხა ქუთაისზე მოგიყვები ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჩემ ქალაქში ჩემ ქალაქელებთან ყოფილიყავი და რამოდენიმე მანქანა ფუჟენები გაგვიშვენ ქუთაისში სამუშაოდ და პირველი რა თქმა უნდა მე ვიყავი იცოდენ რომ ღამის გასათევი სახლი მქონდა და ანუ ჩახვედი სტადიონთან ცხოვრობ აქაც და აქაც დინამო სტადიონთან ცხოვრობ როდესაც ქუთაისის ტორპედო ერთმანეთს ეთამაშება შუაში მაჯენენ ხოლმე ნამკურნალებს მეუნებიან რატომ იძახიან ნამკურნალებს არის ნამკურნალები თბილისელი ხარო იძახიან ხო ერთი სიტყვით და მივიღე შეკვეთა ძალიან დაბალი ტარიფის იყო ის შეკვეთა ქეში იყო მითითებული არ დამავიწყდება ხმას არ ვიღებ გამოვიდა 3 ბიჭი ძალიან მახსოვს ეს პირველი შეკვეთა ქუთაისში ნუ მიხვდა იმანო თბილისის ტრაფარეტი აქვს თავზე ბასლაინის სტიკერი აქვს ხო და არ შეხვედრიათ ეგეთი იმიტომ ჩვენთან არ არის თეთრი ტაქსი უნდა იყოს აუცილებლად და
თანხის გადაგდების ვარიანტია რა, რომ თანხა არ მიცენ თბილისელ ტაქსის რა, ეგრე გონიათ რა. და როგორც კი ამოვიღე ხმა და კილო გაიგონენ, მე ვთქვა ჩაგაათრე, ვაღა შემოძამია. და ძუკუიასთან გაგაძრობ სიკას 10 დიდიდან 9 დიდით წაგიტოვებენ, მე ვთქვა და ხო გითხარი ბიჭო, ჩემი დედას გეცე. არა, ეგ თბილისელი ტაქსისტია და ის ხურდების ამოგეკვა დაიწყო და ფულის მოწევა რა. კიდე რას გაიხსენებ? ალბათ ერთი შემთხვევა მახსენდება, ბუდაპეშტის ქუჩაზე მივედი და სამი გოგო ისდა და ძირითადად მგზავრებთან კომუნიკაცია მაქვს სარკითი. წავედი, დიდი გზა იყო სხვათა შორის გლდანში მიმყავდა და რომ სარკეს გავხედე არ ჩანდა ვაფშე ეს მგზავრები და არ დავიწყე კომუნიკაციის გაკეთება რა. ხო და რომ მივედი მისამართზე რომ შევტრიალდი უკვე მომიწია შეტრიალება უნდა ჩასულიყვნენ კარი აღარ გაიღო რა მანქანის კარი გავარ წერტილთან სადაც აქვს დასმული და მე რო გავიხედე სამი გოგო ერთმანეთზე ესე ჩახუტებულები ძინავენ და მოვტრიალდი და მეუბნები ანი ნინო თამუნა თეკლა რომელი ხართ ვიზახი ხმას ამცემენ აი ძალიან კარგად არიან რა მე გადავედი სტეკლოები ჩამოვწიე 4-ვე სტეკლო და იქვე ჩამოვჯექი სიგარეტს მოვწევდა ეს სიცივე რომ დაიბერა მანქანაში ერთ-ერთმა ეს თმა აიწია ესე და გადმოწია ფანჯრიდან ეს სიამურა სიცივეს ნასვამი რო იყო რა თურმე ყველაზე მეტი რაც ყოფილა რომ არ ვიცი დედა იყო არ ვიცი მეგობრის ქალი იყო სხვას ყავდა გამოძახებოდა ის სხვა იმ ადგილზე ელოდებოდა ამ გოგუებს რა გესმიდა რომ დავასრულე და ეს გოგუები უკვე ძინავდათ ამ გოგუებს 5:30 სიწყნარია უბანში ვდგავარ კაცის შვილის გაჭრა რომ დავასრულე იმას მივიდა შეკვეთა რომ შეკვეთა დასრულდა და ეგეთი ჩამჯდარი ვარ წყნარა ჩემთვის სიგარეტს ვეწევ ეს გოგუები არ იღვიძებენ ეხლა და მამაკაცი ხშირი შემთხვევაა რომ ნასვამია და გარეთ არ გადამიგდია რა ძალიან ბევრი შემთხვევა და თიმსი ალბათ 100 ლარიც კი არა 500 ლარიც უჩუქებიათ ჩემგან კლუბიდან რო გამოსულან რომ არ მიმიტოვებიან ნასვამი რო იყო და დაიძინე მეთქი ბოლო ხო რო ვერ სვამ რა უნდა გავაკეთე 500 ლარად კი უნდა დააძინო ახლა აი ეგეთი და ხალათით დიდი ქოთქოთა ქალი გამოდის ამთ გადაწეულთ და მოდი მოეთრი ეს სახშია ხო ვერ დაგაძინო და თვაში წდა ხელი და მოიცა მე უთხარი ქალბატონო ძალადობის ხოს ნუ მაყურებია შეიყვანე სახში და რაც კიდევ იგი უთხარი მეთქი და მოკლედ მე ვიცი რომ ისტორიები უსაშველოა და ჩვენს ვართ ნასაუბრები ქობულეთში გამომიძახი მე კი მძღოლი მყავს თქვენი ბათუმში სავანელი მართლა კი გიო გეყოლება კი წაყვან სხვათა შორის არასწორად მოვედი იქ მისამართზე და დამირეკეთ ტელეფონზე შვიდად დარეკავდა ხო ვიცი კი არა შვიდად დარეკა სხვათა შორის კი თქვენი შრომა არის ძალიან საპასუხისგებლო ძალიან რთული და ასევე ძალიან დასაფასებელი და ჩვენ მადლობას გიხდით რომ ესეთი სიყვარულით და ყურადღებით ემსახურებით ადამიანების გადაადგილებას და ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური პროფესია და ხშირად გაბარიათ ადამიანების სიცოცხლე ისევე როგორც თქვენი საკუთარი ალბათ ყველაზე მეტად თქვენ შეგესაბამებათ ფრაზა რომელსაც გისურვებთ რომ სულ მწვანეზე გევლოთ მადლობით გევლოთ უსაფრთხოდ გევლოთ და ყოველთვის თქვენ შრომას ქონოდეს შესაბამისი დაფასება. კიდევ ერთხელ მადლობა დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის. Prime Show კი ზუსტად ერთ კვირაში მომავალ ოთხშაბათს დაგიბრუნდებათ.